რა თქმა უნდა მოხარული ვართ რომ ახალი საავადმყოფო აშენა ალდაგმა და დიდად მისასალმებელია, მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ძალიან ბევრი კადრი, პროფესიონალი ექთნები, რომლებიც სანიტრებად გადაიყვანა მთავარ მექნებმა ბატონმა კოტეხელაძემ, მისი ახირებული და ამბიციური ხასიათის გამო, პირადი ინტერესის გამო, აი ესეთი პროფესიონალი ექთნები დაჩაგრა, მოკლედ უკანასკნელ დონემდე მიიყვანა. მე პირადად გავხდი ამის მსხვერპლი. დღესდღეობით პრეზიდენტსაც გადავეცი ეს წერილი. ჩემ პატარა მოკლე მიმოხილვა და პირადად Facebook-საც მაქვს გაგზავნილი ეს ინფორმაცია. ალბათ საავადმყოფოს არ ჩაიბარეს აი ესეთი პიროვნება, რომელიც აი ეს კოტეხელაძე, რომელიც გადაუდგება მას ყველა თანამშრომელი და კოლექტივი აირჩიეს ახალ ხელმძღვანელს. აი ეს არის დიდად მისასალმებელი და ჩემ მიგ დაბრუნებას ყველაფერს ამას ალბათ გენერალური პროკურატურა გადაწყვიტა. ჩემი თბილისის კადრი ვარ 25 წელიწადი. შვედეთში მაქვს სტაჟირება გავლილი, 11 სერტიფიკატი მაქვს ეს ბატონო და გადახედოს კომისიამ და რამდენადაც ჩათვლიან საჭიროდ და თუ შეიძლება პროფესიონალი ექთანი რომელიც დააჯინოს სახში გულკმაპურად რომელსაც მე რომ პენსია მქონდეს კი ბატონო პენსიაც არა მაქვს და ჩემნაირი რამდენი 120 ექთანია რომელიც დღეს იქ მოვიყვანეთ ნაწილი ოჯახებში არიან და იმდენ უხერხულ სიტუაციაში არიან და ისეთ დეპრესიაში არიან რომ შეუძლებელია მათთან კონტაქტში შეხვიდე